საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კი სარჩელის განხილვა ახლა დაიწყო. საუბარია იმ მუხლზე, რომელიც კანაფის დათესვა კულტივირებისთვის სასჯელს განსაზღვრავს. კოლეგია 3 გაერთიანებულ სარჩელს განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთი თეთრი ხმაურის მოძრაობას ეკუთვნის. მოსარჩელი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის იმ ნაწილს, რომელიც კანაფის დათესვისთვის პატიმრობას ითვალისწინებს. მათი აზრით რეგულაცია ზედმეტად მკაცრია და კონსტიტუციის მე-17 მუხლს ეწინააღმდეგება. დღეს პროცესზე მოწმის სტატუსით კითხვებს ექსპერტებს, შინაგან საქმეთა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დაუსვამენ. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქმეს, რომელიც მოითხოვს კანაფის დათესვა მოყვანის გამო, რომ ადამიანები არ ჭერდნენ ციხეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ვფიქრობთ, რომ ზედმეტად მკაცრი და არაადამიანური საშვენია, როდესაც კანაფის დათესვის ან მოყვანის გამო ადამიანებს აღუკვეთენ თავისუფლებას და ჩასვამენ ციხეში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად იქნება მეორე ადამიანისთვის ხსნა, რადგან ისინი ელოდებიან ესე ვთქვათ თავისუფლებას, მეტავენ ციხეებიდან ადამიანები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან ამ მუხლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.